წმიდათა შორის საკვირველო, დიდო სასწაულთ მოქმედო, მოწყალეო ჩვენო მამაო ნიკოლოზ. მე მდაბალი, მორჩილი შენი ილია მეორე, განგებითა და ნებითა ღვთისაითა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ჩემი ერისა და ეკლესიის სახელით, შეგივრდები და გევედრები. უწინამწყრე და მარადჟამსიღალ მფარველი საქართველოს წმინდა ეკლესიისა და ქართველი ხალხისა, რათაერსა ჩვენსა აწდა მარადის ქრისტეს გზით ევლოს. მოგმადლე სარწმუნოება ჭეშმარიტი და სიყვარული შეუორგულებელი, დაგვიცევ ხილულ და უხილავ მტერთაგან, უწმინდურ ზრახვათა და უკეთურ საქმეთაგან, გვიხსენ ღვთის გმობისა და უარყოფისაგან, ამპარტავნებისა, შურისა და დიდების მოყვარეობისაგან, ურთიერთმტრობისა, განკითხვისა, ცილის წამებისა და ვერცხლის მოყვარეობისაგან, სიცრუისა, სიძულვილისა, ანგარებისა და ცუდმეტყველებისაგან. მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზ, წლების წინ, როდესაც ჩვენი ერი მფარველობისა და შეწევნისათვის ჩააბარა მას, როგორც სამართლიანი გამარჯვების თანამოსახელეს. მას შემდეგ წმინდანი განსაკუთრებულად შეეწევა მასზე მინდობილ და მისთვის შევედრებულ ერს. გილოცავთ ყველა წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. წმინდა ნიკოლოზის ხსენება ორჯერ არის წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც არის მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულის დღე და მეორე დღესასწაული ახლა არის. წმინდა ნიკოლოზი არის სარწმუნოების კანონი. ანუ ერთ-ერთი დამადგინებელი სარწმუნოებრივი კანონისა, წმინდა კრებათა მონაწილე. იგი არის წმინდა მარხვის უმანკოებით დამმარხველი და სიწმინდით დამცველი. იგია ხატი სიმშვიდისა. ამ ღვთის სულიერ თვისებათა გამო მიიღო მან განსაკუთრებული მადლი. სიმდაბლით ამაღლება მოიპოვა, ხოლო სიგლახაკით და უპოვარებით სულიერი სიმდიდრე დაიუნჯა. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში, მის განსადიდებლად შექმნილ ლიტურგიკულ ტექსტებში წარმოჩენილია მღვდელმთავრის ღვთივსათნო ცხოვრება. ლიკიის ქვეყანაში ღვთისმოსავ მშობელთაგან დაბადებული წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი სიყრმიდან თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მარტივი და ამავე დროს ცოცხალი და გულისხმიერი სარწმუნოებით, იგი ელია წინასწარმეტყველსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს მიემსგავსებოდა. თავისი მხურვალე სარწმუნოება წმინდა მღვდელმთავარმა მაშინ გამოავლინა, როდესაც მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, სულთა მომსვლელი ერესის გავრცელებაში, უკიდურესის სიმძაფრით ამხილა არიოზი და ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულმა სილაც კი შემოჰკრა მას. მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, წმინდა მამებმა დაადანაშაულეს იგი და კრებას ჩამოაშორეს, ვიდრე სასწაულებრივად არ ეუწყათ მისი სიმართლე ღვთის წინაშე. ქრისტეს მიერი სიყვარულით ანთებული წმინდა მღვდელმთავარი ამ ქვეყნიური მოღვაწეობის ჟამსვე განათავისუფლებდა შეპყრობილებს, იცავდა უსამართლოდ მსჯავრდებულებს, იხსნიდა განსასწელში მყოფ ადამიანებს, სულიერად და ხორციელად შეეწეოდა მათ. წმინდა ნიკოლოზი გახლდათ ქალაქ მირონის ეპისკოპოსი, რომელსაც და ასევე ის ცნობილია მისი ცხოვრებიდან, რომ იგი მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც კაცრად ამხილა არიოზის მწვალებლობა. შემდეგ, როდესაც წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა მე-4 საუკუნეში, ის დაკრძალეს ქალაქ მირონში. როგორც ცნობილია, 187 წლის 9 მაისს მოხდა წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარში დასვენება წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებისა. ეს იყო ქალაქ ვარში. ხოლო შემდეგ ერთი წლის შემდეგ აშენდა მისი სახელობის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქ ვარში, სადაც სამუდამოდ მოხდა მისი წმინდა ნაწილების დასვენება ამ ტაძარში. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, განსაკუთრებული სასოებით მივმართავთ ღვთის მიერ განდიდებულ იმ წმინდანებს, ვინც ამ ქვეყნიური ცხოვრების ჟამს გამოირჩეოდა მოწყალების საქმეებით და შემწყნარებლობით. სწორედ ასეთ წმინდანთა შორისაა წმინდა ნიკოლოზი. საოცარია, რომ წმინდა ნიკოლოზს სასოებენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანები და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. საოცარი
ორი შეიძლება ითქვას მთელი სისავსით ჰქონდა აბსოლუტურად იყო საოცრად სულიერი ადამიანი, საოცრად ამაღლებული ადამიანი და ღვთისგან სრულებით გამორჩეული და განსხვავებული ყველა სხვა ადამიანისგან, იმიტომ რომ დაბადებისთანავე მან მოახდინა სასწაულები, შობელი განკურნა, შემდეგ რამდენიმე ნათლობის დროს ნათლობის ემბაზში იდგა ფეხზე და ესე მოინათლა და მარხულობდა დედის რძეს არ ღებულობდა ოთხშაბათს და პარასკევს სიცასვლამდე და მეორე მხრივ წმინდა ნიკოლოზი იყო საოცრად ადამიანური და მე მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ამ წმინდანის ძალიან გულისხმიერი იყო ადამიანური გაჭირვების მიმართ და ეს მის ცხოვრებაში და მის სხვათაშორის მის მიმართ ლოცვებშიც განსაკუთრებულად არის ხაზგასმული. ძალიან გულთან ახლოს მიქონდა უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების გაჭირვება და განსასწრება. და ამიტომ დღეს წმინდა ნიკოლოზს ევედრებიან არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლები, ანუ ქრისტიანები და არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსლიმანები. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ლოცვებს ღებულობს წმინდა ნიკოლოზი და ეხმარება. დღესაც ესევე ეხმარება ადამიანებს. 22 მაისს იდღესასწაულება წმინდა ნიკოლოზის ნაწილების გადაბრძანება ქალაქ ბარში. წმინდანის მიერ ამ დროს აღსრულებულმა ყველა სასწაულმა აჩვენა, რომ თვით მანინება სამუდამო განსასვენებლად ბარის არჩევა. ყოველწლიურად წმინდანის მოხსენიების დღეს ბარში ჩადიან მომლოცველები, სადაც იგი გამუდმებულად აღასრულებს სასწაულს და კვლავაც მირომდინარებს მისი წმინდა სხეული. ქალაქ ბარს რეგულარულად მოილოცავენ ქართველი მღვდელმთავრები, მართლმადიდებელი ქრისტიანები. საქართველოში წმინდა ნიკოლოზს ოდითგანვე გამორჩეულ პატივს მიაგებდნენ. მისი შემწეობის განსაკუთრებული იმედი ამაზე მიუთითებს მის სახელზე აგებული და ნაკურთხი ტაძრების განსაკუთრებული სიმრავლე ჩვენში. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მესამის დროს წმინდა ნიკოლოზის სახელზე იკურთხა ერთ-ერთი უბრწყინვალესი ტაძარი რაჭაში, რომელსაც წმინდანის სახელის მიხედვით ნიკორწმინდა ეწოდა. ეს სახელი შემორჩა თვით იმ სოფელსაც, სადაც ტაძარი დაარსდა. ნიკორწმინდის ტაძარი რაჭის ერისთავების კახაბერიძეების საგვარეულო კუთვნილება იყო და მე-15 საუკუნემდე აქ მონასტერი მოქმედებდა. თბილისში წმინდა ნიკოლოზის სახელზე 5 ეკლესიაა ნაკურთხი. კრწანისის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრებში რეგულარულად აღესრულება ღვთისმსახურება და მართლმადიდებლები ევედრებიან წმინდა ნიკოლოზს ყოველგვარი განსასწრების შამს, მადლობას წვნიან გამოჩენილი წყალობისათვის. წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა არაერთი მონასტერი საქართველოში. მათ შორის უძველესი ყინწვისის და გასული საუკუნის ბოლოს ხევში დაარსებული აჩხოტის მამათა მონასტერი, სადაც ახლახან იკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სწორედ წმინდა ნიკოლოზ შეავედრა საქართველოს ეკლესია და ის აღიარა როგორც საქართველოს უდიდესი და წმინდა პატრიარქი. იმავე წერილში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისწერა წმინდა მღვდელმთავარს, იგი ევედრება მხურვალე მეოხმამას. წმინდა მღვდელმთავარო, სწრაფშემწეო ნიკოლოზ,
ხურვალითა გულითა შეგავედრებ წარსულთა ჩვენთა წინაპართა, რწმენისა და მამულისათვის დავდადებულთა და საუკუნითგან გარდაცვალებულთა ქართველთა. მოიხილე ნიგინი და ეყავ მეოხად წინაშე წმიდისა სამებისა, რათა წყალობითა ღმრთისაითა დაიმკვიდრონ სავანე მართალთა. ხოლო ჩვენ ყოველთათვის შესთხოვე შემოქმედსა ქრისტიანული მშვიდობით აღსასრული მოგვანიჭოს და ჟამსა განკითხვისას აგვიხსნას საუკუნო სიკვდილისაგან. სასოებელთა შენთა შემწეო, მომმადლე მეუღირსაცა ძალა, რათა ყოვლითა გულითა და გონებითა ჩემითა ვემსახურო უფალს, ეკლესიასა და ერთსა ჩემსა. მუხმოდრეკით გამოვითხოვ შენს წმინდა ლოცვა კურთხევას. ასე რომ გილოცავთ, მრავალსდაესწარით, შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზის და კიდევ ესე იგი სთხოვეთ და ძალიან სწრაფად დაგეხმარებათ. ჩვენთან არს ღმერთი. ერთ ამბავს გეტყვი. იყო ერთი პატარა ბავშვი, სახელად ნიკოლოზი. ეს ბავშვი ავად გახდა, სიარული აღარ იცოდა და ფოფხავდა. მშობლებმა ხანს ადიარეს, იმდენი ფული დახარჯეს, ხან სად შევიდნენ, ხან სად. ერთხელაც ნიკოლოზმა დაინახა ეკლესიაში ხალხი შედიოდნენ. სახლიდან გამოფხდა ნიკოლოზი ეკლესიასთან. იქ ერთი კაცი დახვდა ეკლესიასთან ახლოს. ხელში აიყვანა და უთხრა, თუ ჩემთან წამოხვალ, მოგარჩენო. მიიყვანა ტაძართან. ნიკოლოზი გაფოფხდა სანთელიანთო და დაინახა იმ კაცის, რომელიც გზაში შეხვდა, იმისი ხატი. მიხვდა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელმაც ეკლესიამდე მოიყვანა. დაიწყო ლოცვა, დიდხანს ლოცულობდა. შემდეგ ფეხზე ადგომა სცადა და ადგა და შინ თავისი ფეხით დაბრუნდა. მე მქვია ნიკოლოზი და ჩემი მფარველია წმინდა ნიკოლოზი. ქართველები უძველესი დროიდან ნათლავდნენ შვილებს წმინდა ნიკოლოზის სახელით და მას გადასცემდნენ დაცვისა და მფარველობისათვის. ნათელსიღებს მონასეფისა ნიკოლოზი, სახელითა მამისათა, ამინ. დადისათა, ამინ. დაწმინდისა სულისათა, ამინ. ად დამარადის და უგუნითი უგუნისამდე